ნახე რა გოგოა? კარგად გამოვიყურები ლაშა ხო? რა? ეს? მე მითხარი რა მე? არა, არაფერი რა. მოიცადე და შენ რა ხდება შენთან? სარკე რაღაცა? არაფერი ლაშა, ახალი თანაშემწე ავიყვანე სამსახურში და მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე. ახალი თანაშემწე. კარგი ბიჭია? მოიცა, საიდან მივხვდი რომ ბიჭია? კარგად გამოყურებიდან. და რა გვარია? გელოვანი. ერის თავი გელოვანი. თქვენ რამე შეთქმულებას ხო არ აწყობთ, ა? ნახე მე თავადი რო უპოვია თავადი. რა შუაშია ლაშა თავადი? ისეთი რეკომენდაციები აქვს, ისეთი განათლება, ისეთი პროფესიონალიზმი. პროფესიონალური გამოხედვა, კარგად დავარცხნილი რეკომენდაცია, განათლება 4 და 2 ძრავით, ჰა? კი. მოკლედ ისეთი ბიჭია გიждებით გოგოები, ხო? კარგი, თეკლა, კარგი რა იყო, დაიცადა ეგ სუნამო, რა ამბავია? ხო, ვიცი. ხო. ხედავში. მართლა ის ჩემი პერანგი სად არის? კარადაში. ხო. აი, შენ რო გაუთოვე წაღა. ხო, კარადაში. ხო. კარადაში. საიდან მიხვდა ახლა? რო ბიჭია? კარგი, რაკაცო, კარგი. შეიძლება ასე, შეიძლება მითხარ. ვერ იპოვე? ვერა, პერანგი ვერა, ნიკა ვიპოვე. კარადაში ის და ჩემობილური თამაშო. კარადაში? ხო, კარადაში ის პაატამ რო აშენა, იმ ხელა კარადა, შენმა პაატა. შენმა პაატამ, ხო, ერთი უნდა უთხრა, წაიღო, სამ მოაშენოს, ვერ გავდივარ, ვერ გამოვდივარ. ნიკა, რა გინდოდა კარადაში, მე სკოლაში მგონი ხარ. ხო, რა გინდოდა კარადაში? თეკლა, სად არის ლაშას პერანგი? ლაშას პერანგი კარადაშია, მაგრამ შენ რა გინდოდა იქ? მართლა, სად არის ჩემი პერანგი? კარადაშია, კარადაში. ხო და შენ რა გინდოდა კარადაში? გეკითხება კარადაში რა გინდოდა? სად არისო პერანგიო? მართლა, სად არის ჩემი პერანგი? შენი პერანგი კარადაშია ლაშა, მაგრამ შენ რა გინდოდა იქ? ხო, რა გინდოდა შენ კარადაში რო გეკითხება, უპასუხე. სად არის ლაშას პერანგი? ლაშას პერანგი. კაცო, შენ რო გეკითხება რა გინდოდა კარადაში, გაეცი პასუხი. კარგი. რა მინდოდა და აი გავიგე თქვენ რო იძახთ ლაშას პერანგიო და ვიფიქრე გამოუტანთქო. ხო და შევედიან კარადაში. ხო და მივდივარ და უკან აღარ ჩანს გზა გამოსასვლელი. ხო და შემოხვდა ტელეფონი და ვკითხე ტელეფონო ვისი ხარო? ლაშასიო. დავდექი და დავიწყე თამაში. ხა შორსაც აღარ გავედი, უფრო რო არ დავკარგულიყავ. ნიკა. მე ხო ეს ხაპრე. ნიკა, აიღე ჩანთა და წადი სკოლაში. თეკლა. რა ლამაზი ხარ? რა ქვია? შენი საქმე არ არის? წავედი, მაგვიანდება, წავედი სამსახურში მივდივარ. მივდივარ არ ქვია, მაგას ქვია მივფრინავ. ხო, მივფრინავ. აპირს ამას. რაჭის მაგას კი არა, რა გინდოდა კარადაში? ან რო არ გითხრა ის სად არის შენი პერანგი? მართლა პერანგი, ჩემი პერანგი. ესეც მაგარი ყავს. სადახარ ბაბო, ბაატა, სადახარ. წეგან შემოვიხედე ოთახში და არ იწეკი.
აბუ მომისმინე რა შემცივდა გაიგე შემცივდა და ლეიბის ქვეშ შევწექიდა რანაირად გამინახავდა გავიყინე ესეც არ მეკვრები შენ რა გჭირს როგორ ახლა რა ვიცი გერ გეტყვი რატო რა უცებს შემეშინდა რისი შეგეშინდა რისი შემეშინდა და ბიონსეს კლიპს უყურებდი და მე რა შეიძლება დამცხა ვიფიქრე უიმე ეს ეგე რა დროს ესეთებია მეთქი ჩემთვის კაცო გავგიშდი ხო და მე მივხვდი რომ ეს ხო თბება ხო და გამორთა კი არა მოგლიჯე ამიან რა მოგლიჯე ვაიმე ბაბუ რო გამაგიჯე რატო მოგლიჯე ბაბუ კარგი ეხლა უნდა დაიწყო ისევ არ უნდა გაკაჟდე რატო გამიფუჭე არ დავიწყებ ოღონდ ესე იგი ბატა შენთვის სიურპრიზი მაქვს რა სიურპრიზი გაქვს ბაბუ რატო გამიფუჭეს რაღაცა გამიფუჭე კარგი ავარჯობა ეს არის სიურპრიზი ვითამაშოთ ბაბუ როგორ ახლა გუგა რა სიურპრიზი გაქვს მითხარით იმდე ხო ეზოში გოგო ვნახე ძალიან მომეწონა შენთვის კარგი რა ბაბუ კარგი გამანებეთ დაიწყო ეხლა ისევ დაიწყო გამანებე ბაბუ თავი რა გიხო მომისმინე ისმენ მაგ უცბად მითხარი მოვატყვე გზაზე ვერ გადავდივარ და დამეხმარე მეთქი თან სურათი გადავუღე ნახე როგორია ვარა გოგოა მაგარი გოგოა მე სურათი მე მაცხარე მე ტელეფონი გამოვარდი ხო ჩემი შვილი დაგირეკავს მეთქი და მადლობას გადაგიხდის მეთქი და ეხლა მიდი დავურეკე ვის უნდა დაურეკო ბაბუ კარგი რებს ლაპარაკობ კარგი დაურეკე ვის უნდა დაურეკო ბაბუ რა უნდა დაურეკო კარგი დაპატიჟე სადმე აბა კარგი ბაბუ რა უნდა დავპატიჟო რა გჭირს რა მოგივიდა ვერ გავიგე აბა ახლა არც ერთი გოგო არ მოვა და არ შეგეხვეწება მოდი რესტორანში წამიყვანა გამარჯობა გოგა ხარ გეხვეწები რესტორანში წამოდი რა აი თუ არის დღეს ვიკრიბებით რა ჩემი კურსელები და წამოგთ ხო ხო ვითხარი არა აი საი არ ვიცი როგორ გთხოვ აი ძალიან ბოლო გამაგები მოდი რასკო დაურეკე იქნებ მოგეწონოს არ მინდა ბაბუ ის უნდა დაურეკო კარგი რა ცოლის თქო დღეს ვერ მოიყვანა მეთქი ცოლად ხო არ გეუბნა დაურეკე და გაიგე იქნებ მოგეწონოს კარგი ხო კარგი რა გჭირს რა მოგივიდა სუნდათ იქნები აბა რა იქნები ვერ ისვენებ ფერთაგლიზე დადიხარ ეძო ჩემთვის აცოლეს წამოდი შეგიყვანე შენს მაგერად მე ვილაპარაკებ წამოდი ბატა მოიყვანეთ კარგით რა ღელავს გუგა თქვენ რო ჩხუბობთ რას ღელავს საიდან მოიტანო როგორ არა გეტყობა ხოლმე გუგა მე გატყობა რა მეტყობა ღელვა როგორ მეტყობა როცა არ ღელვა როგორ არა ღელვა კარგი სტოპ რა გჭირთ ხალხო რა დაძაბულები ხარ ცოტა რა იყო რა ამშვიდი დაწყდა მე რა ვიცი შუბა ღელავს გუგა თორე ისე შედობა ღელავს გუგა ხო რას ლაპარა აუ და ესე დაგზაბა ჩვენ სუპერ ესა ბატა რატო შემოვედი ახლა მე რა ვიცი გეტყვი მე ხო მითხარ ხო დამაცადი და გეტყვი ის კარადა რო ააშენე იქ ჩემთან იმხელა კარადა ხო მაგარი კარადა მაგარია და დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მაგრამ იქნებ ხა ადგე და გამოიტანო იქიდან სად რატო აქ რატო უნდა გამოვიდო რა თმინდა აქ რა გინდა აბა მე რა თმინდა იქ ხო გამოიტანე აქ შენ ხო ცივა აქ შენთან ხო ცივა ხო რა მერე ხო და დაჭეყე და 3-5 ზამთარი კათფობის პრობლემა არ გექნება ხო არ ვიცი არ მგონია ხა კარგი ხუმრობა იყოს ლაშა რა ვიცი შენ ასე თქვი წერალო ჰა მართალი ხო შენ მართალი მართალიაო მართალიაო გუგა ესე გუგა მომისმენ შენ ხო წერი თხზულებას თუ რომანს ხო დიდუბელს ხო და ხო არავინ არ გიბეჭდავს მაგას ხო და ადე კიდე კარადაში შეინახე ჩემი კარადა გამოიტარე შენთან და იქ შეინახე კარადაში ჰა არა ლაშა ვიცი რომ დამიბეჭდავენ ხა მეც ვიცი შენც იცი ხედავ შენ უცამაც იცის კარგი ბატონო ხო და გიბეჭდავენ იმ თხზულებას ხო და იმ თხზულებას რო და გიბეჭდავენ ხო არავინ არ იყიდის ხო და სად უნდა შეინახო ის ამდენი დაბეჭდილი კარადაში ხო და ავდგე და ის კარადა გამოიტანე და შეინახე ლაშა რა ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად გაიყიდება ჩემი თხზულება
გაიყიდება. კარგი ბატონო. ნუცა, შენ ციცი რომ გაიყიდება? ვიცი კი. კარგი. კარგი ბატონო, გაიყიდება, ხო? ჰონორარს ხო აიღებთ? მე ეს ფული სად უნდა წაიღო? ამდენი ფული სად უნდა წაიღო? ადგები და გამოიტან. სად უნდა შეინახო? კარგი რა ლაშა, ნუ აღარ შემიძლია ამდენი. კარგი და არ შეუძლია ხომ რომ მეტყვი ღელავს ახლა. ღელავს ხო? ღელავს კი, ღელავს. ვაიმე! გამოდი, გადი იქით. ვაიმე დენია მაგაში, გამოდი, გამოეცალე, გამოდი. გამოდი, დენია. ვაიმე. ვაიმე. რა, პატა. არაფერი, დენმა დამარტყა მეთქი, კაცო, ვერ დაიმახი დენმა დამარტყა. დენმა დაგა. ლაშა. მომისმინე ახლა ერთი შანსი გაქვს რომ დაგეხმარო. ხო გინდა რომ კარადა გამოგატანინო? კი, მინდა. დამეხმარე შენ რომ თეკლა გამომყვეს ცოლად და მე კარადას გამოგატანინე ფიქიდან. აჰა, რასლა, რანაირად დაგეხმარო მე? მაშინ ბოდის გიხდი და ვერც მე ვერ დაგეხმარები. კარგად მზანდებოდი, საქმე მაქვს, მე მივდივარ, გამიში მივდივარ, საქმე მაქვს. ხო, საქმე მაქვს, ხო, მივდივარ, ხო, რა იყო, ხო? აი, ბატონო, სად არის ჩემი ხელთათმანების, ჰა? რა? ხელთათმანები მეთქი, ხო, აი, აკოფილა, ხო. კარგი რა ბაბუ, რა ეს რა გაგიკეთებია, კარგი რა, გამოგიძიეს ეს კაცი. რა ხერა გამიკეთე, შეხედე რა. ხო, ისე პატა, შენ რო გახვალ გარეთ. არ ირბინო, არ გაოფლიანდი, არ გაცი. მინდა წამოვიდა ეს თათი ახლა ისე. ემოციო. ტატო, მე ხო გთხოვე, გუშინ ბუღალტერთან ჩადი და უწყისები ჩაიტანე, ხელი მოაწერინე მეთქი. მართლა და ისე ქვია. რა მაინტერესებს შვებულებაზე ხო არ გადაგიწყვეტიათ რამე? ო, რა ვიცი, თუ ესე გააგრძელებ, მალე გექნება. რო ვიცოდე. ხო, კარგი, მოკლედ ჩაიტანე. ხო არა ეს მე გუშინ გავიგე რომ მე საქმე აღარ გაქვს და თავისუფალი ხარ თუ არა, მამას ჩავიგე. რანაირად გაიგე, ტატო, მე გითხარი რომ ბუღალტერთან ჩადი, ჩაიტანე უწყისები და ხელი მოაწერინე მეთქი. რა? ის დრენაჟი მქონდა. რა? აი თითქოს ეს სიტუაცია ოდესღაც რო იყო რა, დრენაჟი. აჰა. ხო, მეც მქონია ეგ. კარგი, ჩადი და ჩაუტანე ახლა უწყისები. ბუღალტერს ხელი მოაწერინე, თორე მე ქალბატონი რუსუდანი ამოვა და საყვედურს მეტყვის. ხო, კარგი. რა ვიცი, მე მგონი შევცდი. არ ვიცი. პატა. გამარჯობა თეკლა. გამარჯობა პატა. რა გინდა აქ? არაფერი ისე შემოვიარე, რა ვიცი. ხო და ის შემხდა, რა ქვია ის. ქალბატონი რუსუდანი რო არის, შენი უფროსი კაცო, მენეჯერი თუ რაღაცა. ხო, რანაირად მიყურებს თეკლა, ვერ გავიგე რა უნდა მოვიდა დამიძახა და მომიახლოვდა ესე და პატა თქვენ მუშაობთ სადმე ესე ვეუბნები კაცო. თან თვალები აქ დახუჭო და მზაბავს გაიგე თეკლა, ის როგორ მეშინე, მართლა გეუბნები, ესე ვერც გამოვდივარ. თქვენ ისე ნიჭიერი ახალგაზრდა, უნდა მუშაობდე სადმე რაღაცას მეუბნება და ბოლოს ვიდექი და დაუზა, მოვატყუე ვიღაცა დაგიძახა მეთქი და გაიქე და გამოვიპარა, თორე აი სუდათ იცი როგორ მიყურებს თეკლა, არ გინახია, ეთყობა შე როგორ მიყურებს, აღარ შემიძლია რა. პატა, კარგი რა, ყოველდღე უნდა იარო, ხო? რატომ უნდა ვიარო ყოველდღე თეკლა? ისე შემოვიარე, მე ვიფიქრე რომ აი ქალბატონ თეკლა მომაწერინე ხელი. ვინმე ხომ არ აწუხებს მეთქი ვიფიქრე. კარგი, პატა, ვინ უნდა შემაწუხოს? ეს გაიცანი, ეს ჩემი ახალი თანაშემწეა. ისე ბოდიში რა მითხარი, ჩემიო? 2 დღე არის თანაშემწეა და უკვე ისე შენია თეკლა თუ? ტატო გელოვანი. პატა ხელოვანი. ისე რა ლექსი, ისე ექსპერიმენტად. მე საერთოდ ლექსებს ხზავ ხოლმე და კიდე შეგითხზა. პატა. რამე ხომ აგნებავთ კიდე ქალბატონ თეკლა? ესა რა ვიცი. აი გასაცნელი მომიტანე. ახლავე. რა გინდოდა ეხლა? რა საჭირო ეხლა? რა საჭირო იყო? იმისთვის რო არ გეთქვა, ვიღაცა ტარიელისთვის რო გასახსნელი მომიტანეო რა, მე რა. ვერ გავხსნიდი ამ ლიმონას თუ რა არის ვერ გავიგე. რო არ გეთქვა იმ ტარიელისთვის, მე რა ვერ გავხსნიდი ამ ლიმონას კაცო. პატა, ტარიელი არ არის და ტატოა და მეორეც, რატომ მოხვედი? რატომ მოვედი თეკლა და სახში უნდა გაგაცილო. ჯერ ადრეა პატა. ის რა ქვია. უიცადე თეკლა ერთი წუთი როგორ არის? რა სუსტი ფანქრებია რა.
რანაირად სახში უნდა გაგაცილო მეთქი გეუბნები და რატო არ ჯერა ჩემი კაცო პატა ადრეა ჯერ მეთქი მე რა რო ადრეა თეკლა ადრე როა სამაგერო ზამთარია და მალე ღამდება ხო რასაკეთებ პატა რასა გატყდება რა ხო უნდა მოვასწრო სანამ შემოვა კაცო ის ტატულია თუ რა ქვია რაღაცა ტატუა თუ ვიღაცა რანაირად იქცე იქ ალბათ თეკლა მოვიტანე დასახს დიდი მადლობა პატა კბილი ხო რა გტკივა არ მიდა პატა ხო არ გტკივა მე რა წავალ ხოლმე გეტკინა ძალიან არ შეიძლება მოიტანე არა მართლა არ მტკინია თქო მართლა გიონები გავალ ხოლმე ისე მეტყობა ახლა რამე პტკივა ხო გავალ ცოტა ხანი გავალ ხო არ კიო მართლა არ კიო თქო არ გიგონოს ვაინა ხალხო პირი არ დახუროთ. ახლა ცოტა ხანში გაყვიჩდება და მერე დავიწყოთ. თქვენ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაშა გამარჯობა. პაციენტი გავს. აი შეუბედურო როგეცოდე როიცოდე რა გელოდება ესე დაждებოდი და საწოდავის. კარგი, ნოდა. ნუ ახლა. შენეს მითხარი ანასთან როგორ არის საქმე? რა ვიცი, ნოდა. რა იცი, ნუ გამაგიჟე. რა უნდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ახვიდე და უთხრა იმ გოგოს იცოდე, მობეზრდება ერთ ადამიანს და იტყვის იქ სადაც საჭიროა. ვერა, ნოდა, ახლა ვერ ვეთქვი. რას ვერ ეთქვი, ბიჭო, სახში ყავდა აყვანილი დაგესვა და გეთქვა. ნუ ახლა ხო, მაგრამ კარგი, ესე მოვიქცეთ. მე ავალ და მე ვეთქვი, ის მაინც გავიგოთ რას ფიქრობს ის ქალი შენზე. ხო, ახლა რო გითხრა რომ არ ახვიდე არ უთხრა მეთქი რა აზრი აქვს რამე? მაინც ახვალ და მაინც ეთქვი. ხო და მომისმინე ახლა? ხო. თუ ახვალ? ხო, ისე მაინც უთხარი რომ მე ვითომ არაფერი არ ვიცი უხერხულია სიცოცხლე. ირო ხერი, შენგენაცვალე მაგისტანებისთვის მithქვია ვითომ შენ არ ვინმა მაძაღლი. ვინმა მაძაღლი რა საკვირია? ვეთქვი გავარკვევ სულ ყველაფერს და გავაიგრგებ რას ფიქრობს ის და მოვალ და გეტყვი შენ საწოდაო შენ რა გელოდება გული მithქვი. აბა დამელოდე. გენერალურობთ ახლავე დავიწყებ. აჰა. ჭით რა არის? გაყუშდა მე მგონი ხო ცოტა? ეს კარგად გადაწიეთ თავი. ესე. ო რამბები მოგიტანე რომ ცოდე გაგიჟდები ცხეცხელი ამბები ცხეცხელი მომისმინე ასე უცებ? რა ვანამ? ანამ არ ვიცი მაგრამ ზალმა რო გაიგო შენი ამბავი გაგიჟდა გადაერია რა ზალ? მოცა ზალს შენ უთხარი? კარგი რა ნოდა რა კარგი რა ნუ გეშინია ისეთი ამბები ვიცი ზალზე ხმას ფერა მეიღებს ყურებით ამ კავს გამოჭერილი ამ უბედოს რაჭეს ამდენი ხანი გაშოტილი როდებს ესე გული მიკვდება სერიოზული არაფერი არაფერი ნუში უჭამია და კვილი მოტყდა ნუში უჭამია სად იყიდე შეგენაცვალე ნუში გადავწყავე ბაზარი 2 დღეა მერცად ვერ ვიშოვე სად იყიდება მითხარ სოფლიდან გამომიგზავნეს ხელ ხო გთხოვეთ რომ პირი არ დახუროთ გქონდეთ გაღებული ხო მანახე შეთვის არ შეიძლება დიახ ვერ დაგელაპარაკებათ ექიმთან არის მე გეტყვით ყველაფერს ვინ ძანდებით მერაბი რომელი მერაბი რაზმაძე როგორ ახარ შეგენაცვალე ნოდარი ვარ ხო მეც თან გამეხარდა მოიცა არ დაიხარჯო მე თვითონ გადმოგირეკა მოიცა ამ წუთში მოიცა მე თვითონ გადმოგირეკავო დედა ჩვენი სიახლობლები ვართ ამის და ჩემი რამ გაყო ერთმანეთისგან შეგენაცვალე კაი მერე დავრეკა მაინც ინასწარ გამოვართვი ფული კაპიკი არა კანგარიზი ამ გაჭირვების ნოტარ ახლა მაცადე მე უნდა ვიმუშაო მოიცადე შენ კი არა მე მაცადე ერთი წუთი შენ გენაცვალე შენ მერაბის დიდი ხანია იცნო რას მეუბნები არაჩვეულებრივი კაცია როგორ არის რაშება კი ხო როგორ არ დამპატიჟა მაგას რა უთხარი ერთის კამის ჩადგმა გაუფუჭდა ოხერია ამბობენ კაისიძე შეხვდაო კი ხო ეკუთვნოდა რაც მართალია
გამარჯობა ქალბატონო ანა. გამარჯობა. აქ რა ხდება? აქ აი ნოდარმა და ასე ვთქვათ, ჩემ პაციენტმა რაღაც საერთო გამონახეს და საუბრობენ ესე, საუბრობენ. ლაშა. რაღაც უნდა გითხრა. კი, გისმენთ. ჩემამდე რაღაც ხმები მოვიდა. ალბათ ხვდები რასაც გულისხმობ. იცი რა, უხერხულია ბოლო-ბოლო სამსახურია. კი, ვინ გითხრათ ეგ ხმები? ხათუნა მითხრა ჩემმა ძმისშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს? დიახ. ლაშა, ჩემი თხოვნა იქნება. სულ მალე ეს სალაპარაკო თემა აღარ იყოს. და თქო. იმედი მაქვს მოაგვარებ. კი. დიახ. კაიგე, ხათუნა მითხრაო, რა ენა ჭარტალა გოგოა, ვინ ეკითხება თუ ვინმე მაჯობებდა არ მეგონა. წავედი ახლა მე ბუღალტერიაში ვიტყვი იმ ზაალის ამბებს, თორე იქაც თუ ხათუნებს შემასრო დაღუპული ვარ და ეგ არის. აბა შენ გენაცვალე, მიმიხედე, ჩემი სისხლი და ხორცია, რამე არ ატკინო, კარგად იყავი, არ ინერვიულო, გენაცვალე. და? ეს თქვენი წვენი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იცით მალე იქნება. ძალიან კარგი. მადლობა. ესე როგორ მიყვირს ამდეხას პატარო არ შემოვიდა. თეკ, შენი რაინდი მოვედი, ჩემო პრინცესა. რამე ლექს შეთხსავს ექსპრონტად. ზანსაცილოა ხანდახან. და მე ის მიყვირს ლაშა რატო არ მოდის? როგორ ნახა, როგორ იბნევა მოკვდები სიცილით. დღესაც სამსახურში ველაპარაკებოდი იმ ამბებზე, რო გითხარი. მე მკაცრად ველაპარაკებოდი და ის ისევ ხო რა ვიცი. გოგო კიდე ალბათ შემოვიდა, მაგრამ რო დამინახავდა ეგ რა გატრიალობა და გავიდოდა. კარგი. რას გადაეკიდე ამ გუგას? სხვა ბიჭი რომ მოწებნო? აი ვინ სხვა ბიჭი? პატა? პატა რა, ეხა პატას რა აქვს დასაცუნი? რავი, შენ თვითონ არ თქვი რაღაც სასაცილო ტიპიაო? ეხა შეიძლება ვთქვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგჯერ გუგაც ძალიან სასაცილოა. მთელი დღე რო დადის და იძახის დიდუბელი სოსო, წითელი ფერარი, მალხაზი. და აბა ის ჯობია პატა რო იძახეს ხოლმე. ჰაიმე, ანის კიდე. ვოი. კაია ეს. ძალიან მაგრები ყოფილან ორივე. ლაშა, ხო, ლაშა რას ამბობ? ხო, რა ვიცი. ხო, და კიდე იმას რო ამბობს ხოლმე. აი, რა. აი იმას, ხო, რა ვიცი. ბოდიშიანა. რა სერჩით ლაშას, მშვენიერი ბიჭია. იმ დღეს ყვავილებიც კი მომიტანა. მართალია, მოცემა ვერ გაბედა, მაგრამ ხო მომიტანა. ისე ძალიან მიყვირს რატო ვერ გაბედა. მეც მიყვირს ხო. ბოდიშიანა. ისე 4 ცოლი მოიყვანა და იქ თუ გაბედა, ხო, მე ისიც მიყვირს, ეხა რო არ აყავს ცოლი. გუგა რა მაგარი ბიჭია იცით? აი თავის მოთხრობას რო კითხულობს ხოლმე, აი გოგოებს ჭკუა ეკეტებათ. კარგი, ნუცა, ერთი გოგო მითხარი, ვის ეკეტება ჭკუა? ხო, კარგი, მეორე. ნუცა, რასაც შენ არგო. ნუცა, რასაც შენ ამბობ, გუგა როგორ ჩენ გეკცევა? რა, კაი რა, აბა რა ქნას, აი წარმოიდგინე, შენ კართან რომ მოვიდეს ვიღაცა ყოველ დღე და რომ დაგიძახოს. ანა. კაი რა. მე ხა ისმენთ და ხვდები რომ ლაშასაც და გუგასაც ისევ პაატაჯობს. აუ, კაი რა, არა, ჩემი აზრით გუგა ჯობია პაატასაც და ბოდიშიანა, მაგრამ ლაშასაც. არა, ლაშას ჩემი დაცვა არ ჭირდება. არა, არც პაატას ჭირდება, ჩემი დაცვა. ერთი წუთით, კარგით, ცალ-ცალკე ვილაპარაკოთ. კაი, მაგრამ მე დავიწყებ ცალ-ცალკე ლაპარაკს. ხო, ესე იგი, მინდოდა მეთქვა, რომ გუგა არის აი ვაშკაცური ბიჭია და აი პრინციპული და თან ბოდიშიანა, მაგრამ ლაშასავით ენა არ ებმება და არც პაატასავით რაღაცა ვითომ რაღაცებს არ იგონებს და ხო რა და თან აი მე პირდაპირ მეუბნება ხოლმე მაგალითად რომ ნუცა არ მცალია ხელს მიშლი თავი დამანებე ხო მეუბნება მაგრამ კაი ბიჭია გოგა ისე ძალიან მაგარი იქნება სამივე რო შევაჯიბროთ ხო
გამაჯიბროთ გუგა, პატა და ბოდიშიანა და ლაშა. ხო? აუ მაგარია. ხაი. უკაცრავად, პიცა მალე იქნება. პიცა უკვე დიდი ხანია მზად არის, უბრალოდ ისე საინტერესო და ემოციურად საუბრობდით, ვიფიქრე ხელს არ შეუშლით, ხო? რა ვქნა რა ძალიან ნაწყენია ალბათ ეხლა ანა რა ნუ ნერვიულობ მომისმინე ესე იგი წარმოიდგინე სამსახურში მაგის ფანჯრის წინ ეზოში რომ დაანთო დააგიზგიზო გულის ფორმის ცეცხლი უფრაკა იქნება რაუნანიებს მე დავაგიზგიზო ეგრე ხო ყველა გაიგებს ო ისი არიცია ჟენ მამზე მისმინე ახლა შე რომ დაანთებ ამ ცეცხლს დააგიზგიზებ იმის ზევით ვინც არის ანას კაბინეტის ქვევით ვინც არის მარჯვნივ მარცხნივ სულ ყველას დაური და მეტყვი შეგეკუთის და გაგიზდება აწყდება ამბავი არამეო დედა მეცი პატივი შეგენაცვალე დააგიზგიზე ერთი ცეცხლი კარგი რა ნოდა რა პატივი უნდა გქცე რაც ცეცხლი დავაგიზგიზო არა ეს ესა მე ვიცი რაც უნდა ვქნა წავალ და პირდაპირ ვეტყვი ანას კარგი იდეა უგონ ჩვენ გენაცვალე როცა მაგას დააპირებ მე მითხარი რომ კარებთან დავდგები მე მარგაიაროს გამოიაროს რამეს არ მოკრას ხური მე ვიდგები იქ დავიცავი ქაურობას ო დაიცავ კარგად დაიცავ შენი ქაურობა აბა ლაშა აქ ახარ ლაშა გული მიგზობდა რომ მოვიდო და მე დედა ლაშა მიშველე ლაშა მიშველე ლაშა მიშველე პატა შენ ახლა ლექს თხზავ თუ მართლა შველა გჭირდება მოიცა ლაშა რა ლექს თხზავ სუდად ვარ მეთქი გეუნები კაცო სუდად ვარ და მიშველე რამე რავი ხო თხზავ ხოლმე ექსპრომტად ისე რა ეხლა არ თხზავ და მიშველე მეთქი რამე გეუნები მეტი რა გიქხა რა გჭირს რა ქიშველი რა მჭირს და ამას კითხე ესოდინება უკვე რა ვიცი ვერას მეკითხები აბა ხაიმე ამან იმდენი ლაპარაკი იცის თუ დააღო პირი ხვალდილაბდი არ გაჩერდება არ შემილია პერსონაჟი შენ ვისე რამზე ჩემზე რამის როზე ხარახაცოს რო იტყვი შენ ისუბედა რას თქო ისუბედა აბა როგორ გადეკით განზე ვარ გამდგარე თვითონ გადგეს განზე დათმეთ რომელიმე დავთმე აჰა დავთმე კარგი დაწყნადით დამშვიდი რა გინდა რა ხდება ხომ მშვიდობა მითხარი აბა რა ხდება თეკლასთან ვიყავი სამსახურში და ვიღაცა ბიჭი იყო თანაშემწეთა უყვანია ტატოო თუ ტატულიო თუ ტინტოო თუ რა ვიცი რა აქ მამაგლა დამაწნა ყურები არ ბესთვის არაფერი რა მოდი ერთი წუთი გასახსნელი რას აჰა ასე იგი კბილი მოგტყდა კბილი გაგიტყდა გული და მე კბილი საბედი მე ამდენი არ შემიძლია მაგრამ შენ გენაცვალე ისი არ გამიშვა მითხარი ის კბილი რომ მოგტყდა ის ლიმონათი მსხლის იყო თუ ტარხუნის უყურე ამას რა ხდება გუგამ რა გინდა ადამიანი შემიძლია გამარები თავ გეუბნები რა თუ კარგი მიდი დაჯექი ამას თუ მოფანტული არ ქონეს ყურები ყველგან აი გეუბნები ნუ ნებე ფიშის წავედი ახლა მე ხათუნასთან იმასაც კლიენტი მას ერთ ორს იქაც ვიტყვი ამბავს ავაგუზგიზებ და მიხედი მოფანტული ყურები აქეთ იქით არა ეს ნორმალური არ არის არ შემიძლია წავედი შენ წავედი შენზე თქვა ეხლა ეს არა შენზე არ უთქვამს რა არ უთქვამს შენზე თქვა მეთქი გეუბნები არა მეთქი შენზე არ უთქვამს არა მართლა შენზე არ უთქვამს ხო არ უთქვამს აბა ეს რა ქვია გაღებიდი მარახე გაღე ვიცა კარგი რა პატა რა ეგ ახლა მოგტყდებოდა აბა რა ისედაც სამკურნალო ყოფილა ეკრი გეუბნები ჩემზე თქვა მეთქი ლაშა გავიგე ახლა არა შენზე არ უთქვამს შენზე გეუბნები ლაშა ჩემზე თქვა მეთქი გეუბნები არ უთქვამს შემომხედა გაღებიდი არ დაკუმო რა მითხარი რა ორა დაკუმოო თუ რაო რა არის დაკუმოო რა არის ანუ არ დახურო დახურო ანუ გავაღო ანუ აკუმო გასაგებია ხო თუ დახურე არის დაკუმო გააღე ყოფილა აკუმო აჰა აკუმე აჰა გეუბნები ჩემზე თქვა მეთქი იმან და აი არ მეუბნები შენ ეს მართლა არ არის ნორმალური რა ჩემზე თქვი ახლა არა არ მithქვამ შენზე გააღებინე ახლა გააღებინე ბაშა ჩემზე თქვი მეთქი გეუბნები არა რა უპასუხებ და მოვა ალო ხონა კი ბარში მოვიდე ახლავე კი ბატონო დაკუმო არა ისა არა რა პაციენტი კი შემიძლია მოვიდე აუცილებლად ახლავე გამოვა კი ხო
არა ეკლა არა ლაშა რაკუმონა ჩემზე თქვი ახლა ეგ თეკლა მართლა ჩემზე თქვი მეთქი ახლა ეგ ხო კარგი ხო კარგი სად მოვიდე ბარში კარგი ხო აბარასვისა კარგი ისა ლაშა მე სასტრაფოთ ისა ლაშა მე სასტრაფოთ მიდიხარ ხო თუ მიდიხარ ხო და წავალ ახლა მე სასტრაფო საქმე მაქვს და სად დროს იყოს ეს დაკუმო თუ რაღაცა ხო კარგი წავალ კარგი კი ბატონო სასტრაფო საქმე თუ ოღონდ მომისმენ ახლა ეგ რო არ გართულდეს ხო სოდიანი წყალი გამოივლეთ ფილი სამჯერ ხო და მადეთ მხარეს არაფერი არ ჭამდა კარგი ეგრე კარგი უი ხო მართლა რა იყო და ძიმეები აწიე რატო ძიმეები რატო იმიტომ რომ ეგ კბილის კუნთები და ხელის კუნთები დაკავშირებული ერთმანეთთან და თუ გინდა რომ ეხლა არ გართულდეს ეგრე უნდა ქნათ ეხლა ავწევ ლაშა აბარასვი და 2000 გამიარო საღარ შემიძლია მოკლა კარგი შერაშვების ჩემი არ მოდი ხა კი მე 1000 საქმე მაქვს სასტრაფო საქმე მაქვს და მუშაობ კარგი მიდი აბა შენის მიდი და კუმო ესე იგი ნანა როგორც შევთანხმდით შენშენებურად გაეპრანჭები და ჩვენ აქვე ვიქნებით კი არ არის პრობლემა არანაირი აუ ნანა კეხოწე თუ გინდა გუგას ძალიან ნუ გაეპრანჭები კარგი მოცემართი ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ ვინ გაიმარჯვებს ხო ვინ გაიმარჯვებს და ყველაზე მეტად ვინ მოაწონებს გოგოს თავს ნუ გუგა გაიმარჯვებს რა იცი ერთმანოცა წინასწარ როგორ არის ეგ თქვენ თვითონ ვერ ხვდები კარგი ეხლა ჩვენ წავედით ჩვენ შევედით ნანა და ყველაფერი გვესმის აბა თქვენც შენ მეტყვი ხო კი მე გეტყვით თქვენ მოგზადით აი გაგზავნით შენ რა შედიხარ აქ შეგამჩნევს კაი რა გვერდზე როცა ვყავარ მაშინ ვერ მომჩნევს და აქ შემომჩნევ შენ რას ამჭირე ხო უკაცრავად ბატონო ყურადღება ვერ მოგაქციეთ და რამეს მიიქცეთ აი წეგანი ცისფერთვალებაბიც რო პატარა თეფშით რაღაც მიუტანეთ ის რა იყო? ის ხურდა იყო. მაშინ ყავა შეიძლება. გამარჯობა ისა. გამარჯობა. თეკლა არ მოსულა? არა დღეს საერთოდ არ მინახავს. მართლა. რამე შეუკვეთა? კი, ლუდი მინდა. ოღონდ ის რა ქვია. ურიანი ჭიქით არ მომიტანო, მთლიანი ჭიქით მომიტანო. კარგი ისეთ ურო ჭიქით ხო? შენ აქ რა გინდა? ლაშა. ვერა რა უნდა მიდოდეს აქ ლუდის დასალევად მოვედი. ლუდის სასტრაფო საქმეა ლუდის დალევა, ესე იგი? შენ რა გინდა აქ? მე პრინციპში სასტრაფო საქმეა, ახლა ლუდის დალევა, სასტრაფო საქმე, ერთი ლუდი რა თუ შეიძლება. რატო იყურები იქით? იქით რატო იყურები? ის უყურებ, იქით რატო იყურები? სად ვიყურები? იქით იყურები, გადაპარკები შენ იქით იყურები. ეხლა ვიყურები რა. აი გუგა მოვიდა და იქით ვიყურები. შევხედე. გუგა, როგორ ხარ? გუგა. მოდი. ლუდი თუ შეიძლება რა. რა ქენი გუგა დააძინე დიდუბელი სოსო და ჩამოხედი? რა ხუმრობა იყო ეხლა ეს? რა ხუმრობა იყო ეხლა ეგ? სოსო უკვე დიდი ბიჭი და თავისით იძინეს. ანუ ეს ხუმრობა. აი გუკეთის. ატა. ხო, ლაშა. მოიწია? მოდი. რა იყო? რა გოგოა გახედე უკან. მართლა? ახე. აი თქვენი ლუდი. ახლა რა გოგოა რა? შეულებრივი გოგოა. შეულებრივი. ყურუჭიქით მინდა მეთქი და კარგი იყოს, კარგი არა უშავს. მომისმინე ახლა იცი რა არის? მე უბრალოდ თეკლას გამო არ მინდა თორე. ვერ ხედავ მე მიყურებს, შეხედე მე მიყურებს. და შენ მე ახლა ანას გამო არ მინდა თორე. აშკარად მე მიყურებს. ერთი წუთით მოხუცებო. რა? თქვენ კი არა მე მიყურებს. უყურე ახლა ამას შეხედე ერთი. მომისმინე შენ ერთი წუთი. კაი, ლაშა კიდე ხომ არის, ჩემზე როგორ ამბობ მოხუციო,
როგორ ამოჩენზე მე ვერ ხვდებით ხა თქვენ რატო იყურება აქეთ მართლა ვერ ხვდები შემომხედე რატო იყურება იმიტომ რომ მარჯვენა პროფილი მუშაობს ხალხო გამარჯობა. შეიძლება დამიყვარს მარტოობა და თუ შეიძლება თქვენთან დავჭდები. დაბძანდი. ხო, ვეუბნები ერთი კაცი დაბძანდი მეთქი და რა შეჭირო ახლა სამი კაცი დაბძანდი. აი ესე თუ უყვართ თავაზიანობა ამათ. ხო. ეს რამეს ხომ არ მიირთმევთ? ყავას დავლევდი. ყავას. გუგა, მიდი ერთი ორი ყავა მოგვიტანე, მიდი. ხუმრობა ახლა ეს. რა ხუმრობა? მიდი ყავა უნდა ადამიანს და მოგვიტანე ორი ყავა, მეც დავლება მომიცია. აბარატო როგორ უნდა მოიტანო და კარგად მოიტანე. გაგზავნე, თქვენ კამათი გაგზავნე, დიდამათი, მიდი. ლაშარას ნიშნ. თქვენი სახელი უმშვენიერესო ასულო. მე ნანა მქვია. ნანა რა პოეტური სახელია ნანა. სხვათა შორის მე გუგა მქვია და მწერალი ვარ. ეხლა ვმუშაობ რომანზე დიდუბელი სოსო. მე ბატა, ერთი კონკურენტი გამოვიდა. ხო. გუგა, ალბათ საინტერესოა ხო რომანზე მუშაობა? რა თქმა უნდა. მოიხსენებათ ხა. გუგა, ისი რა ქერი, მოდი რამე ამონარიდი წაუკითხე ნანას შენი ნაწარმოებიდან, ჰა? ამონარიდი როგორ? როგორ და ამურიდე რამე და წაუკითხე. ბადა. ნუ იცი, თორე ეს გატეხილი კვილი გიჩანს. გუგა, ძალიან დამაინტერესა თქვენმა რომანმა. თქმა უნდა, მართლა? ნუ გუგა, წადი მიდი ჩამოარბერინე შენი. სოსო და წაუკითხე მართლა, სწორედ ამბობდა ბადა. დიდუბელი სოსო ჩამოიტანე, ხო? როგორ უნდა ჩამოარბენინო მე ახლა? როგორ რა ვიცი, კარგად. რა ვიცი, ხო. ზას ნიშნავს ჩამოარბენინო? ხო, მიდი გაყევი შენს ბადა, მიდი, ღადე კიდე გაყევი და ეს ის არის, რა ქვია, ეს არის ლაშა, დანტისტია ეს ხო, რო იცოდით, მაინც დანტისტი ლაშა. ბადა, მომიშვენე. ეს რო იძახი შენ ახლა ლაშა, დანტისტი რო იძახი. ას რო ამბობ, ასოს. რო ამბობ, აი ას რო ამბობ, მაგდოს გიჩანს ის გატეხილი კვილი. ხო და გაჩვი, ხო. გუგა და ლაშა გავიგეთ, თქვენ რა ქვიათ? მე? მე პიტი. კიდე პიტერი, პიტი, თქვენ როგორც გენებოთ, სულ ერთი. ხო, ის რა ქვია, ნინი. ნანა. ხო, ნუ ნინი. თქვენ მუშაობთ? ნინი. სადმე? კონსერვატორიაში. კონსერვატორიაში, ხო. მუსიკა. ხო. მატა უმღერეს. უმღერ, მიდი. ნინი. ხო. ნანა. უკაცრავად ხომ ჩაგეჭერით, მაგრამ წეგან გოგონამ გარკვევით გითხრათ ყავას დავლევა. რატომ არ შეუკვეთეთ? ეს არის თქვენი ჯენტლმენობა? რა ყურადღებიანი ხართ, დიდი მადლობა. არა, ამას ვერ მოგცემთ, ეს ჩემი ყავა. გიგნებობ, ჩემ მაგიდასთან გადმოგბრძანდით და დაგპატიჟებთ. დიდი სიამოვნებით. მოგბრძანდით. ნახვამდის. აი. მოვა და ეხლა შევუკვეთა. ფიზიკა გიყვართ? გიშტები. აი. რა ვიცი ხა მე თეკლას გამოვა არ მინდოდა მეთქი თორე. რა პრობლემა იყო ეხლა? ხო, ნუ ეხლა მეც ანას გამო არ მინდოდა თორე. ხო, მეც. ხო, შენ დიდუბელი სოსოს გამო არა? ხება. აქ რომ გოგო იყო ის სად არის?
უკაცრავად, ერთი ყავას თუ შეიძლება? აუ, რა ქენით? დამღუპეთ ხალხნა? აუ, კარგით რა თეკლა. ლაშა. მოდი აქ. ლაშა. ისინი არაფერი ვივარჯიშე, ძიმეები ავწიე, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გამიარა. კვილმა, არ კვილმა, ხო, არ გაგიარა. მომისმინეს ძიმეებიც აწია ყველაფერი. ყველაფერი, ლაშა. წონა უნდა გაზარდო. რას ქვია წონა გავზარდო? წონა უნდა გაზარდო. რანაირად გავზარდო? რანაირად და კარადა ხომ აქ შენი აშენებული. ხო და წამოდი გამომატაინე. მიდი. წამოვალო, თამ არ გამიაროს და ხან წამოდი გამოვიტან ხაიმ კარადას. თუ ეხლა ამანაც არ გაგიარა, მე მოხვალ. კიდე გავზარდოთ მე? არა, ხვალ მოხვალ მე ჩემთან და გიმკონა. კარგი, შევალ გამოვიტან, ხო. მიდი გამოიტანე, მიდი, ხო. ეს გუნი მართლა არ არის ნორმალური.